ჩამოვედი ეთენში, მაგრამ არ ვიცი როგორ აღწერო. ამ ისტორიული ადგილების ფანები თუ არ ხართ და აი აკროპოლისი და შემდეგ ამ ძველი ათენის ძველი ღირსშესანიშნაობების ნახვა თუ არ არის თქვენი პრიორიტეტი, მაშინ ათენი უნდა გამოტოვოთ თქვენი საბერძნეთის მოგზაურობიდან, იმიტომ რომ ესთეტიური ქალაქი არ არის. რა თქმა უნდა, ბერძნული საჭმელი, ღამის ცხოვრება, ბარები, ყავის სახლები, კვადრატ კაფეები, ანუ ამ გამოცდილებას მიიღებთ, მაგრამ როგორც ესეთი ლამაზ შენობებს და ლამაზ ქუჩებს ყველგან ვერ ნახავთ. ახლა არის 1-2 ტურისტული, ძალიან ტურისტული ადგილი, სადაც ლამაზი კაფეებია, გალამაზებული ქუჩებია, მაგრამ აი ძირითადად ქალაქი არ არის ლამაზი. აი მსგავსი ნაცრისფერი შენობებია ყველგან. სადაც არ უნდა გაიყედო, ყველგან ერთი და იგივეს ხედავ. მტვერი, ნაცრისფერი, საცობი და ძალიან ჭირს პარკინგი, მანქანა ვერსად ვერ გავაჩერე. ჯერ მანქანა რო ვიქირავეთ, აი მაგით უნდა დავიწყო რა. მანქანა ვიქირავეთ, არც ისე იაფად. და მოკლედ გერმანიაში ამ ფასად რომ მომივიდა საკმაოდ ახალი ჯიპი, აი სუფთა თანამედროვე აქ მაგ ფასად დღეში 20 ევროდ ვიქირავე, აი საშინელება, უძველესი პეჟო არის, აი ისეთი ძველია, რომ დამყავს ესეთ ხმებს გამოცემს. მივხვდი, რომ ეს უბრალოდ მე არა ვარ ეგრე. ყველა დადის ესეთი ძველი მანქანებით. პარკინგზე არის ესეთი ძალიან ძველი და აი გაახრიგინებული რაღაცნაირი დაჯართული მანქანები. და აი პარკინგის ადგილს უბრალოდ ფიზიკურად ვერსად ვერ ნახავ. შანსი არ არის რა. პარკინგი კი არის უფასო ქუჩაში, მაგრამ აი შანსი არ არის რომ გააჩერო. 1.30 წრე რო დავარტყით, შემდეგ გავაჩერეთ ფასიან პარკინგზე, სადაც ერთი დღე გაჩერება ღირს 20 ევრო. ანუ რა გამოდის მანქანის ქირავებაში ვიხდი დღეში 20 ევროს, პარკინგში ზემოდან კიდევ ერთ 20 ევროს ვამატე. ეხლა გამოვედით საჭმელად. და რა თქმა უნდა, ტრადიციული ბერძნული საჭმელი უნდა ვჭამოთ და განახებთ. პიკანტიკო. აი მოიტანეს ჩემი ყველაზე საყვარელი საჭმელი ბერძნულ სამზარეულოში. ბერძნული სალათა. So great. ისეთი შეგრძნება მაქვს, რომ ეკონომიკური კრიზისის შემდეგ ჯერ კიდევ არ გაუვლია რეაბილიტაცია საბერძნეთს. და რაღაც თითქოს კრიზისშია ჯერ კიდევ ქვეყანა. და აი ერთი რაღაც მიყვირს, რომ საქართველოდან რამდენი ემიგრანტია ჩამოსული სამუშაოდ. და აი თუ ხელფასები აქ უფრო მაღალია ვიდრე ჩვენთან. და რთული წარმოსადგენია, რომ აი ესეთ პირობებშია ქალაქი და ამ დროს იმდენად მაღალი იყოს აქ ხელფასი, რომ შენც იცხოვრო და შემდეგ სახლშიც გააგზავნო. წმინდა სპირიდონის ეკლესია. ეხლა განახებთ მოედანს, სადაც გაიმართა პირველი თანამედროვე ოლიმპიური თამაშები 1896 წელს. ეს არის პანათინაიკოს სტადიონი, რომელიც მარათონის ფინიშის არენა იყო და შემდეგ რესტავრაცია გაუკეთეს, აღადგინეს, რომ პირველი თანამედროვე ოლიმპიური თამაშები ჩაეტარებიათ.
ბავშვობაში ხშირად ვოცნებობდი და ჩემ თავს წარმოვიდგენდი თითქოს ოლიმპიურ თამაშებში ვიღებდი მონაწილეობას და მე მგონი რაღაც მხრივ ეხა მაგ ოცნებაში და სიზმარში მგონია თავი, იმიტომ რომ მივაბიჯებ პანათინაიკოსის მოედანზე, სტადიონზე, შუაგულში. მე მგონი პლატონის და სოკრატეს მონუმენტები ძეგლები დგას, ახლოს მივალ და წავიკითხავ. არა წერია. რისი ქანდაკებებია. ძალიან საინტერესოა. სახე არის და სასქესო ორგანო და ვერც სახეზე ვცნობ და მით უმეტეს სასქესო ორგანოზე. ხა ვდივარ ზევით. ვაუ! ეს რა ხედი იშლება. კამერაში არ ჩანს ამის სილამაზე. დარწმუნებული ვარ. დღეს ათენიდან მივდივართ მეტეორაზე. რაც ძალიან მიხარია. ზღვისპირა პატარა ქალაქია ეს, ხსაც გავჩერდით. ეხა გადასარევი არაფერი, მაგრამ დასასვენებლად კარგი ადგილია. ვაუ, წინთების ძალიან ლამაზი ხედია. ხედები კიდევ უფრო და უფრო გალამაზდება, რაც უფრო მეტად მიუახლოვდებით მეტეორას, როგორც წავიკითხებ. მანქანა ბევრჯერ უნდა გააჩერო, ფოტოები გადაიღო. აი ეს პაწაწინა კუსკუსა მანქანა ვიქირავეთ, რომელიც ავტომატიკაა, მაგრამ არ აქვს პარკინგის ოპცია. იმიტომ ყოველთვის უნდა ხელის მუხრული მივწიო ყოველ ჯერზე, რომ დავაპარკინგო. ათენიდან მანქანით მგზავრობა არის საკმაოდ ადვილი. უბრალოდ ყოველ 15 წუთში ნახევარსაათში არის ავტობანის გადასახდელი დაახლოებით 5 ევრო. და ბენზინით საკმაოდ გაძვირდა, თუმცა ეხლა ტაქსით მგზავრობა ჯობია. დაახლოებით 2 საათში ჩავალთ უკვე მეტეორაში და იქიდან გავაგრძელებთ ჩვენს ვლოგს. იშლება ყველაზე საოცარი ხედი მეტეორაზე. ექვს საათზე ამოვედი, დავიკავე, საუკეთესო ადგილი. ეხლა უკვე 8 ნახევარია და აი სადაც არის მზეც ჩავა. ჩემს წინ კი არავინაც არ არის. აი. ხოლოდ მეტეორას ულამაზესი ხედით ვტკბები. ეს ადგილი Google Maps-ზე შეგიძლიათ იპოვოთ როგორც მეტეორა main observation deck. აი, ეხლა თავის დროზე თუ არ წავედი უკანაც, დაიწყება საცობი სავარაუდოდ, იმიტომ რომ ზე უკვე ჩავიდა და ყველამ დაიწყო ადგომა და წამოსვლა. უბრალოდ ძალიან ბევრი ხალხია და გამიმართლა, რომ არ ჩამკეტეს მანქანაც. ისე დავხვდა, რომ გასასვლელი თავისუფალია. აი ხალხის რაოდენობა უბრალოდ და ეს კიდე ყველაფერი კი არ არის იქით
თვის იქითაც უამრავი ხალხია, გატენილია აქაურობა ხალხით. ეს არის მეტეორას მონასტერი. შორს რომელიც არის და უფრო ახლოს რომელიც ჩანს, ეს არის ვარლამის მონასტერი. ორივეს ვნახავთ. რა სილამაზეა. აიმე არ ვარ კარგად. რა ულამაზესი ხედი იშლება. შიგნით გადაღება არ შეიძლება. არც გარეთაც კომერციული მიზნებისთვის. ამიტომ ვეცდები მხოლოდ ის განახოთ, რაც ნებადართულია. მანქანისთვის არის პარკინგი განკუთვნილი და აქედან შემდეგ უნდა ახვიდეთ ფეხით. ათენიდან შეიძლება წამოსვლა მატარებლით, ავტობუსით, მარშრუტკით, ტურისტული კომპანიის ტურით, ან შეგიძლიათ შემსავით მანქანა იქირაოთ. ათენიდან დაგვჭირდა სადღაც 4 საათი, იმიტომ რომ ორჯერ გავაჩერეთ და დასასვენებლად. და საერთოდ უპრობლემოდ ვიარეთ. გზები კარგია. Google Maps-ით ძალიან ადვილია ორიენტირება. ხავდივართ მონასტერში. კაბა უნდა გეცვლათ აუცილებლად. მე დიდი გრძელი შარფი მაქვს წამოღებული, რომელიც წელზე შემოვიხვია შარლის გარედან. და თავსაბურავი არ ვარ დარწმუნებული საჭიროა თუ არა. იქიდან ეს ვხედავ, ხალებს არაფერიათ. რა ულამაზესი ხედებია. აი აქ უნდა ავიდეთ. საოცარი სილამაზეა და ხედებია საოცრება. აი მთებზე თოვლი ძდევს. ეს ქვევრები. Il y avait énormément de mosaïstes qui essayaient de décorer les villas des grands négociants, parce que l'île de Delos devient un centre de négociants, de commerçants, des armateurs, entre le 3e siècle avant notre ère et le 1er siècle de notre ère. C'est-à-dire à la fin de l'Antiquité grecque, l'Antiquité romaine et le début du christianisme. Delos, vous savez, c'était un grand marché d'esclaves. Et les textes disent qu'on pouvait vendre 10 000 pièces. C'est les dieux de la joie de vivre, justement, de l'extase. On écrivait quelque chose, c'est-à-dire à travers. და აქეთ არის მარანი თავისი ღვინის კასრით. და რაც ყველაზე საინტერესოა, შიგნით ყრია ხურდები. ძველ დროში, როცა აქ დაყუდებული, განმარტოვებული ბერები ცხოვრობდნენ, საჭმელი ამოქონდათ კალათით, თოკებით. ეხლა ჩემთვის ეს რაღაც დიდი სიურპრიზი არ არის, იმიტომ რომ მე თვითონ ჭიათურაში ვარ დაბადებული და კაცხიდან ვარ. Let's do it later.
მოვედით დელფიში, რომელიც პატარა ისტორიული ქალაქია. ძალიან პატარა და ლამაზი. უბრალოდ გავისეირნებთ და შემდეგ ხვალ დილიდან დავათვალიერებთ ღირსშესანიშნაობებს, მუზეუმს, არის რაღაც ნანგრევები ისტორიული, ტბა არის აქ ახლოს. Auromas სამკაულია, ადგილობრივი. ჩვენ მივდივართ ბერძნული ყავის დასალებად, რომელიც ცოტა მწარეა და რაღაცა დიდად გემო ვერ დაუმუღამე, მაგრამ მაინც ბერძნული ყავა უნდა დავიო. აი როგორი მზის ჩასვლის ხედია დელფიში. ულამაზესი. ეს ოქროსფერი მზის სხივები ძალიან სასიამოვნოა და უკან ყვავილების მინდორი და წინ ზღვა. დღევანდელ დღეს ვიწყებთ დელფის არქეოლოგიური მუზეუმით. მუზეუმი იხსნება დილის 9:30-ზე და ჩვენ უკვე გამოვედით სუსტად 9:30-ია. ესე იგი, დილა დავიწყეთ ყუილით. სამშაბათობით თურმე 10 საათზე იღება მუზეუმი და გამოდის რომ 1 საათზე მეტით ადრე მოვედით, მაგრამ არა უშავს. არქეოლოგიური მუზეუმი არის ღია და დათვალიერებას დავიწყებთ იქედან. მუზეუმის ბილეთი ღირდა 20 евро ერთ ადამიანზე და ამაში შედის როგორც ღია არქეოლოგიური მუზეუმი, ასევე თვითონ მუზეუმის შენობაში შესვლა. ესეც რომაული ბაზრის ნანგრევები. ეხლა წარმოვიდგინე თავი თეთრ ზეწარში გახვეული, ესე უნდა წამოსულიყავი თეთრი ზეწრით. აი სვეტები ჯერ კიდევ აქვს შემორჩენილი ჩუქურთმები. არ ვიცი თუ ჩანს კამერაში. ბრაილის ამბანითაც არის წარწერა გეკეთებული უსინათლოებისთვის. ევროკავშირია. დელფო არის ერთ-ერთი უძველესი ბერძნული ქალაქი და ის ითვლებოდა სამყაროს ცენტრად. ყოველ შემთხვევაში ძველ ბერძნებს მიაჩნდათ, რომ აქ არის სამყაროს ცენტრი. თვითონ სახელი დელფი აპოლონის შვილის დელფოსის სახელია და ის გახდა ამ ქალაქის მფარველი და მას ეძღვნება ეს სახელი მოკლედ. და თვითონ ქალაქი გაშენებულია პარნასის მთის კალთებზე და საკმაოდ მნიშვნელოვანი პოლიტიკური და ეკონომიკური ცენტრი იყო ძველი საბერძნეთის დროს. აი სამყაროს ცენტრი ვახსენე და ზუსტად აქ არის იმის სიმბოლო. ეწოდება სამყაროს ჭიპი. ვაუ, როგორი ფონი მაქვს. ესეც აპოლონის ტაძარი. აპოლონის ტაძრის ნანგრევები. რომის იმპერიამ როცა ქრისტიანობა მიიღო ოფიციალურ რელიგიად, შემდეგ აკრძალეს ღმერთების მიმართ მიძღვნილი ყველანაირი კერპები, ტაძრები და შესაბამისად აპოლონიც აღარ ითვლება დელფის მფარველად. ესეც ამფითეატრი. აპოლონის ტაძარი და ამფითეატრი.
ესეც სტადიონი, სადაც ოლიმპიური თამაშების წინამორბედი თამაშები ტარდებოდა. აი აქ ვიპოვე გადასარევი ადგილი იმისთვის, რომ მოგიყვეთ ცოტა რამ აპოლონის ტაძრის შესახებ. აპოლონის ტაძარში მღვდელმთავარი იყო ქალი, პითია, რომელიც იყო გრძნეული და სხვადასხვა მოვლენებს წინასწარმეტყველებდა. შესაბამისად პითიასთან მოდიოდნენ მნიშვნელოვანი ფიგურები, იმისთვის, რომ მისთვის ეთხოვათ რჩევა. თვით ალექსანდრე მაკედონელის მამა ფილიპე მეორეც კი მოდიოდა პითიასთან რჩევის სათხოვნელად. ის კი ყოველთვის ორაზროვან პასუხს იძლეოდა. მაგალითისთვის, ერთ-ერთ იმპერატორს ბრძოლის წინ პითიამ უთხრა, რომ ამ ბრძოლის შედეგად უდიდესი იმპერია დაეცემოდა. იმპერატორმა ჩათვალა, რომ ის ამ ბრძოლას მოიგებდა, შედეგად კი სამწუხაროდ საკუთარი იმპერია დაკარგა. თითქოს ტრანსში შედიოდა მაშინ, როცა წინასწარმეტყველებებს ქადაგებდა. არსებობს მოსაზრება იმის შესახებ, რომ დელფოს მიდამოებში არსებული გაზები, ბუნებრივი აირები და წყალი იყო ჰალუცინოგენების შემცველი და ამის შედეგი იყო ეს წინასწარმეტყველებები. თქვენ როგორ ფიქრობთ, იყო ის ნამდვილად გრძნეული ქალი, თუ ეს უბრალოდ დამთხოვაა? არქეოლოგიური მუზეუმის შემდეგ პატარა შესვენება გავაკეთე, იმიტომ რომ ძალიან ცხელოდა და ძალიან დავიღალე სუკივეებზე, ავდიოდი, ჩამოვდიოდი და ბევრი იყო იქ სანახაობა. გამოვიცვალე, ჩავიცვი ბერძენი ქალღმერთივით. ტარა! და ეხლა ბრუნდები, რომ თვითონ მუზეუმიც დავათვალიერო.